ზოგადად აქვს ტაქტიკა არჩეული, რომ კი არ ამ ეტაპზე კი არ დაიჭირონ ადამიანები, რომ ვინც არ არიან დაბარებულები, ის ადამიანები შეაშინონ. გელაგელაძის უწყება ტროტუარზე დგომის გამო დაბარებული მოქალაქეების ბრალეულობას ისევ ვერ ამტკიცებს. მოსამართლეებმა დღეს ჩანიშნული 10-ზე მეტი პროცესი გადადეს იდენტური მიზეზით. ბრალდებულების დანაშაულის ამსახველი ვიდეო მასალა შინაგან საქმეთა სამინისტროს არ აქვს. საქმეში არ არსებობს არც დაზარალებული, თუმცა უწყების მტკიცებით ეს საჭირო არ არის, რადგან ამ კანონით თუ არ არსებობს მოქალაქე, რომელსაც გადაადგილება შეეზღუდა, არ ნიშნავს, რომ კანონი არ დაირღვა. წარმოუდგენელი არის მტკიცებულება, რომ რავი ვარსებობ რა, ანუ ვიდეოში ჩანს, რომ ესეთი ადამიანი ნამდვილად არსებობს და ხელში მიჭირავს გოგა მამანიშვილისა და უცხოელი ბანერი მაგდრეზე ვარ მოკლედ დაბარებული და არაფერი უბრალოდ ჩანს, რომ ვარ და სხვათა შორის შინაგან სამინისტროს წარმომადგენლობა საინტერესო პოზიცია, საინტერესო ლოგიკა განავითარა, ჩემი აზრით ახალი სიტყვარი ეს სამართალში. ის გვეუბნება, რომ როდესაც თუ კანონში გვიწერია, რომ განზრახ უნდა შეუქმნაო საფრთხე, განზრახ უნდა შეუქმნაო დაბრძოლება, ამაში ის კი არის გულისხმობა, რომ მაგის დამოკიდებით დაბრძოლება უნდა შეუქმნაო. საერთოდ არ არის აუცილებელი შედეგი დადგეს. სასამართლოს უკვე აღარ შეუძლია რაიმე ტიპის გამოსავალი ნახოს და მოწევს პროცესების გადადება, დროის გაწევა ბუნებრივია იმ მიზნით, რომ ფაქტობრივად ფორმალურადაც მტკიცებული სახითაც არ შეუძლია გაწყვეტის მიღება. პირდაპირ თეთრი ჩავზე წერია, რომ ეს არის პირდაპირ ავტოკრატიული რეჟიმის დამახასიათებელი და ამ გზაზე, რომელსაც ახალ გავართ, უფრო უარეს შეიძლება მოგველოდოს, თუ არ გავაგზავნებთ ბრძოლას. ამ კანონის კონსტიტუციურობას ეჭქვეშ აყენებენ უფლებადამცველებიც. ამბობენ, რომ კანონი, რომელიც სდება დემოკრატიულობის საზღვრებს, არ უნდა არსებობდეს და ახლა მას ფიზიკურად ვერავინ დაარღვევს. მოსამართლეს საქმის საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გადაცემის შუამდგომლობითაც მიმართეს, თუმცა მოსამართლემ ის არ დააკმაყოფილა. პასუხი უნდა გაქცეს ამას და შენიშნულ ნორმებს ალტერნატიული გზა უნდა შემოგთავაზოს და აქ ასე არ მოხდა, აქ ისე მოიცა პოლიცია, თითქოს ეს იყო სპონტანური აქცია, თითქოს არავის არ გაუთხრებია და საბოლოო ჯამში მგონია რომ დაარღვია კანონი, მგონია რომ გადავიდა კანონმდებლობის ნება. ეს კანონი, ანუ პირველი კლასის მოსწავლემაც იცის და პირველი კურსის სტუდენტმაც, რომ ეს კანონი არის არაკონსტიტუციური, კარგია რომ სახალხო დამცველმაც უკვე შეფასება გააკეთა და მას უწოდა, რომ ეს არის არაკონსტიტუციური. ამ სასამართლოს არ აინტერესებს მტკიცებულებები არსებობს თუ არა სასამართლოში, რადგან ერთი გამამართლებელი გადაწყვეტილებაც არ არის. ეხლა იმიტოდებს აღნიშნულ გადაწყვეტილებებს, რომ არ უნდა პროპაგანდას ათქვევინოს, რომ მაგალითად გაუშვეს ციხეში სხვადასხვა ადამიანები, სტუდენტები, პროპაგანდას არ სურს ეს. გაუკვირდა კიდევაც მოსამართლეს მაგალითად ЧСС-ის პოზიცია იმასთან დაკავშირებით ფორმალურად რა მიზეზით შეიძლება არ მიიღოთ მათ ეს გაფრთხილებები და ასევე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვასთან დაკავშირებით მას უარი არ უთქვამს, თქვა რომ შინაარსობრივად მსჯელობის შემდეგ მიიღებდა ამაზე გადაწყვეტილებას, გარკვეული დეტალებიც დააზუსტა ამ საკითხებზე ჩვენთან. სხვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პროცესებისგან განსხვავებით ამ საქმეში არ არსებობს ეგრეთ წოდებული მოწმე. სასამართლო დარბაზებში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მოსამართლის განმარტებით მხოლოდ წესრიგი შენარჩუნებისთვის იმყოფებოდნენ და მათ სხვა რაიმე დანიშნულება არ ჰქონიათ. 4 ახალგაზრდა პატრულის თანამშრომელი იჯდა შესახედავად ძალიან კაი ბიჭები, აი 4 ბიჭი ფორმიანი და რომლებიც უნდა გამოსულიყვნენ და ეთქვათ, რომ და ალბათ შემდეგ პროცესზე მოგვახსენებენ, როგორ ვაფერხებდი მე იქ მოძრაობას. ანუ აი თავის ცხოვრებას იწყებენ ტყუილით, მოსამართლე მანტიაში ზის, არაფერი ეხა ამ ადამიანს არ ვიცნობ, არაფერი პირადული არ მაქვს, მაგრამ უკვე ამ სისტემის ნაწილი რო არის, ამ სტრუქტურის ნაწილი რო არის, რომ თავის უფლებამოსილებას რო არ იყენებს იმისთვის, რომ აი ამ პატარა ბიჭების სრულმოწმეობას აღუდგეს წინ. მოქალაქეები, რომლებსაც ტროტუარზე დგომასაც უკრძალავენ, თვლიან, რომ ამ პროცესების გადადების მიზეზი მხოლოდ ერთია. ქართული ოცნება ცდილობდა მათ დაშინებას, თუმცა უწყოტმა პროტესტმა ისინი თავად შეაშინა. დიდი ალბათობით ეს არ არის მხოლოდ მტკიცებულებების ვერმოტანის ან ვერმოძიების მიზეზით ვერ იქნება. ალბათ არის ის, რომ არ უნდათ წინა საახალწლოდ, ესე ვთქვათ, შედარებით გააღიზიანონ და ხმაური გამოიწვიონ ხალხის, იმიტომ რომ რეალურად სიტყვის 15-მდე ადამიანი არის დაბარებული უკვე, ხო, რაც ვიცით. შესაბამისად, თუ სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებდა და ეს იქნებოდა 15 დღემდე პატიმრობა თითოეული ჩვენგანის შემთხვევაში, გაცილებით მეტ ხმაურს გამოიწვევდნენ. რეჟიმმა უწყოტი პროტესტის მონაწილეები ახალ წელს პატიმრობაში არ გაუშვა, თუმცა იანვარში კვლავ სანქცირებული მოსამართლეების გადასაწყვეტია იმ ადამიანების ბედი, რომლებსაც ერთ-ერთი ყველაზე არადემოკრატიული კანონით ასამართლებენ.